As European Union, we are based on values and როგორც ევროკავშირი, ჩვენ დაფუძნებული ვართ ღირებულებებსა და პრინციპებზე: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და როგორც ევროკავშირი, ჩვენ ასევე ღია ვართ ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ეს რა თქმა უნდა, მათ სურვილზეა დამოკიდებული და საქართველოს იყო ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელმაც ფორმალურად ევროკავშირში გაწევრების სურვილი გამოთქვა. ზუსტად იმავე მთავრობამ, ქართული ოცნების მთავრობამ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი შემოიტანა. აქ გამომგზავნეს როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, რათა პროცესში დაგხმარებოდით და დარწმუნებულიყავი, რომ საქართველოს გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა რაც შეიძლება მალე. თუმცა წევრობაზე განაცხადის შემოტანით პოლიტიკოსებმა აიღეს პასუხისმგებლობა საქართველოში რეფორმების გატარების, რათა ქვეყანა ერთ-ერთი ჩვენგანი გამხდარიყო. მათ აიღეს ვალდებულება დამორჩილებოდნენ და პატივი ეცათ იმავე პრინციპებისთვის: დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვისა და ადამიანის უფლებებისთვის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ისაა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გადადგმული ნაბიჯები, მიღებული გადაწყვეტილებები და კანონები ამ პრინციპების საწინააღმდეგოა და ამის შესახებ საუბრობენ სხვა ევროპელი ლიდერებიც. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, რომ ეს არ გაეკეთებინა და დაგვახლოვებოდა. სამწუხაროდ ჩვენი ხმა სრულად დააიგნორეს. უფრო უარესიც, რაც ჩვენ საქართველოში ბოლო თვეებში ვნახეთ, არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც დემონსტრანტებს ქუჩაში სცემდნენ. against those principles.